თანამედროვე ადამიანები განსაკუთრებულად ახალგაზრდები როცა ვესაუბრებით ხოლმე ერთ რამეს ვამჩნევთ მათი საუბრიდან გამომდინარე ესეთი აზრი გამოდის ხოლმე რომ თავარია იყო კარგი კაცი, კაი ქართველი და რწმენა არის მეორე ხარისხოვანი. როცა შეეცდები რომ რწმენისკენ წამოიყვანო რაღაცა შეეუბნები ხიმილი უჩნდებათ ხოლმე სახეზე არც უნდა სამწუხაროდ რომ მოისმინოს რატო უხსნი რომ რწმენა არის აუცილებელი რომ იყო კარგი ქართველი, კაი ადამიანი. სწორედ ამიტომ რადგანაც ვხედავ რომ ეს პრობლემა არის ერთი პატარა სიტყვა მინდა წაგიკითხოთ ამასთან დაკავშირებით. ეს სიტყვა ჩემი მოგონილი არ არის წმინდა მამების გამონათქვამიდან შეიძლება პირდაპირ ითქვას რომ არის შედგენილი. ასე შეიძლება თქვათ ქართველ პატრიოტს რომელიც ამტკიცებს რომ უფრო მნიშვნელოვანია იყო პატიოსანი ქართველი ხოლო რწმენა მეორე ხარისხოვანია. მეც ვამბობ საკმარისია იყო კარგი ქართველი მისდიო საუკეთესო და სახელგანთქმული ქართველების მაგალითს რომლებიც უკანასკნელი 2000 წლეულის მთელი მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანთა რიგებში დგანან. თუმცა გადაჭრით ვერ ვიტყვი იმას, რასაც შენ ამბობ, რომ რწმენა მეორე ხარისხოვანია. რადგან ეს რომ მეთქვა, ყოველი ქართველი მატყუარად ჩამთვლიდა. შენ ხარ კარგი ქართველი. თუ კი გაქვს მეფე მირიანის და დედოფალი ნანას თავდაბლობა. დედოფალთა შუშანიკისა და ქეთევანის რწმენის სიმტკიცე. წმინდა გრიგორ ხანძთელის ქრისტეს მოყვარეობა. მეფეთა არჩილისა და ლუარსაბის ღვთისა და მოყვასის სიყვარული. მეფეთა დავითისა და თამარის სიმართლის მოყვარეობა და გულმოწყალება. მეფე დემეტრე თავდადებულის და ცოტნე დადიანის თავგანწირვა.
ასევე იუათამ ზედგენიძის ერთგულება. იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების სიბრძნე და ღვთისმოსაობა. ცხრაძმა ხერხეულიძის დედის და დის გული. თეოდორე მღვდლის პატიოსნება, მოშიშება ღვთისა და მეფის ერთგულება. სამასი არაგველის სიმამაცე. ევდემოს კათალიკოსის უშიშარობა და თავგამოდება. გაბრიელ ეპისკოპოსის სიმართლის მოყვარეობა და ნამდვილი მამობა თავისი სამცხოსი. ალექსი ბერის სიყვარული მოყვასისა. ობოლთა უბრალო გოგოთა კეთილდემა მოსილება. სახალხო მთქმელთა სიზუსტე. ქართველ გლეხთა ზომიერება და თავშეკავება. სახალხო მომღერალთა შთაგონება. სახალხო ხელოვანთა სინატიფე და მოთმინება. და სხვა მრავალი მსგავსი სათნოებანი. განა ეს ყოველივე რწმენისგან არ არის. უეჭველად ყველაფრის საფუძველი და ფესვი რაც შემოთვალე ქრისტეს რჯულია და თუ არ არის შენში შენს კეთილს მყოფელი სახელოვან წინაპართაგან არც ერთი შენ კი ქართველად იწოდები მაშინ ცნობილი ფირმის ცარიელი ვიტრინა ხარ. ამას კი მგონებ არ შენ უსურვებ შენ საკუთარ თავს და არც მე გისურვებ. უთხრა ვინმეს იყო ქართველი ოღონდ რწმენა მართლმადიდებლობა მეორე ხარისხოვანია იგივეა ცხვარს უთხრა თავარია იყო გამოკვებული ხოლო საძოვარი მეორე ხარისხოვანია. ვერავინ შეძლებს იყოს კარგი ქართველი თუ უპირველეს ყოვლისა არ იქნება კარგი ადამიანი. დედამიწის ზურგზე არ ყოფილა და არც არის სხვა ძალა რომელიც შეძლებდა გაეხადა ადამიანის სრულყოფილი ანუ კარგი გარდა ქრისტეს რჯულისა. ამიტომ ნუისურვებ ქართველობას სულიერი საუნჯის გარეშე. რადგან არ გამოგადგება უჭკუო კაცი დამრიგებლად არც ურწმუნო ქართველი თანამშრომლად. ეს სიტყვა ეხლა რომლის საკითხვა გამიჭირდა იმიტომ გამიჭირდა რომ ვისაც ახსენებ ისეთი ხალხი არიან საქართველოს ისტორია კი არა სოფლიო ისტორიაში არის ხალხი და ამ ხალხს ეს რამ გააკეთებინა წვენა გინდა იყო კაი ქართველი აი მაგალითი აი ეს ნუსხა ძალიან მოკლეა ეს დიდია წესია აი ეხლა უცბად გამახსენდა ვახტანგ გორგასალი თავდაბლობა როგორი ახოვანი იყო ყველა ემალებოდა ბრძოლის ველზე და როგორი თავდაბლობა გამოიჩინა როცა არასწორად მოექცა მას ეპისკოპოსი. კბილი მოტეხა ეპისკოპოსმა და ამან კი არ ეჩხუბა. როგორც წესი და კანონი იყო, ისე გაასამართლა ეს დელტავარი. კიდე რამდენი და რამდენი შეიძლება მოვყვეთ.
კაი ადამიანი რო იყო, უნდა იყო ქრისტეს მიმდევარი. სხვანაირად კარგი ადამიანი ვერ იქნები. არ არსებობს ეგეთი მოძღვრება. ეხლა სახარება რო წავიკითხეთ. იქ იყო ასეთი რამე ნათქვამი, რომ უფალმა სერობაზე მოუწოდა ადამიანებს. ზოგი არ მივიდა. მიმიზეზა რაღაცები და მე ყველა შეკრიბა და გაავსო თავისი სახლი პურის უფალმა. პურის უფალში იგულისხმება ღმერთი. მომწოდებელი ღმერთთან არის პირველ რიგში იესო ქრისტე. თვითონ როცა ამ ქვეყანაზე იყო თავისი სიტყვით, თავისი სასაულებით მოუწოდებდა ხალხს ღმერთისკენ, ეხლა ამას აკეთებს ეკლესია. ღმერთთან რომ მიხვიდე, ეკლესიას უნდა მოусმინო. მართლმადიდებელ ჟულს უნდა მისდიო. და მაშინ ხარ კარგი ადამიანი, მაშინ ხარ კარგი ქართველი. აი მაშინ გაქვს უფლება სხვა ადამიანს შკვა დაარიგო. სხვა ადამიანებს რაღაც ურჩიო. თუ ამას არ აკეთებ, თუ ადამიანი ვერ ახარხებ საკუთარ თავთან ომს, საკუთარი თავის მართვას ისე, რასაც შენგან მოითხოვს რჯული, არა გაქვს უფლება სხვებს ჭკუა არიგო. ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც პატივს ვერ თმობენ. აი რაღაც პატივი რომ მისეს, აღარ თმობენ და რას აღარ იგონებენ, რომ თავიანთი ეს მდგომარეობა შეინარჩუნონ. მართლმადიდებელი ქრისტიანები ესე არ იქცეოდნენ. და კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. დღეს არის დედოფალ თეოფანიას ხსენება. და აი ნახეთ როგორი ღვაწლი ჰქონდა მას. ნეტარი დედოფალ თეოფანიას დიდგვაროვან მშობლების შვილს დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი და ღვთისმშობელს ხურვარედ ევედრებოდნენ შემწეობას. ბოლოს მათ შეეძინათ ასული, რომელსაც თეოფანია ღმერთშემოსილი დაარქვეს. თეოფანია სიყრმიდანვე გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და ღვთისმოშიშებით. ამიტომაც იმპერატორმა ბასილი მაკედონელმა იგისი თავის მემკვიდრის ლეონის შემდგომში ბრძნად წოდებულის მეუღლედ გამოარჩია. ჯვრისერის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ბოროტმა ენებმა ბასილი იმპერატორს ამცნეს, რომ შენ ძეს შენი მოკლა და ტახტის ხელში ჩაგდება უნდაო. მამასთან დაწამეს ცილი შვილს. გულმართალი მეფე ერწმუნა მზაკრულ ცილის წამებას და თავისი ძე მეუღლითურთ დაუყოვნებლივ საპყრობილეში ჩააგდო. ლეონი და თეოფანია 3 წელიწადზე მეტხანს იტანჯებოდნენ საპყრობილეში. მაგრამ უფლის გულმოწყალებას მინდობინი მთელ დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. ამასობაში განრისხებული იმპერატორიც დაცხრა. მიხვდა თავის შეცდომას და ტუსაღები გაანთავისუფლა. ბასილი იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ლეონ ბრძენი. მაგრამ ნეტარი დედოფალი ამის შემდეგაც არ მოხიბლულა ამ სოფლიური დიდებითა და პატივით. კვლავინდებურად ლოცულობდა, ჭამდა მხოლოდ პურსა და გამხმარ მწვანილს. დიდრული სადედოფლო შესამოსლის ქვეშ ჩხლეტავი ჯვალო ემოსა. ეძინა უხეშ საწოლზე, რომლის ქვეშაც ცხოველების ბასრძლებს ყრიდა. მთელ თავის ქონებას და ძვირფასეულობას
წმინდა თეოფანია ქრუივებს, ობლებსა და გლახაკებს ურიგებდა და მონამ ხევლებს ისე ეპრობოდა, როგორც ქრისტეს მიერ საყვარელ დაძმებს. იმპერატორი ლეონ ბრძენი ხედავდა რა თეოფანიას სიწმინდეს, სიცოცხლეშივე თაყვანს ემდა მას არა მარტო როგორც მეუღლეს და დედოფალს, არამედ როგორც თავის მეუღლეს უფლის წინაშე. წმინდა დედოფალმა ძიმი ავადმყოფობის შემდეგ მშვიდობით შევედრა სული უფალს. აი როგორია მართლმადიდებელი დედოფალი. და როგორებს ხედავთ ჩვენ დღეს. მაგალითი სახეზეა. აქედან უნდა მიხვდე, სად არის სიმართლე. წარმოიდგინეთ. მიათხოვეს მომავალ იმპერატორს. მერე 3 წელზე მეტი იყო საპრობილეში და რო გახდა დედოფალი. ძველი ცხოვრების წესი არ მიატოვა. ესენი ამას აღარ თმობენ, რაც ჰქონდათ. და იმან ძველი არ დათმო. საპრობილეში როგორ ცხოვრობდა, ისე ცხოვრობდა როგორც დედოფალი. ჭამდა გამხმარ პულს და გამხმარ მწვანილს. ბავშვებს მწვანილს რომ მიაწვი, ესე გაწევენ, არ მინდაო. სხვა რამისკენ მიუწევთ გული და დედოფალი ჭამდა მწვანილს. ესეთია მართლმადიდებლური სული. და ნახეთ მეუღლე როგორ პატივს მიაგებდა. ქალების უმეტესობას გინდათ რომ ქნობა პატივი მოგაგონდა, თქვენ თავს კითხეთ, რას ეკითხებთ ამისთვის? ისე ცხოვრობდა თეოფანია, რომ თავის ქმარს არა მარტო როგორც მეუღლე ესე უყვარდა, არამედ მის თავის ფარულად თვლიდა ღვთის წინაშე. ეს გადამარჩენსო. აი როგორც მოძღვართა რო ხარ, მიბმული და ყველაფერს ეკითხები. ესე იყო იმპერატორი თავის სულთან, იმიტომ რომ სული წმინდა ცხოვრობდა. ესეთია მართლმადიდებლობა. და ეს თუ შეიყვაროთ. აი ეს თავგანწირვა. მეფე კლებოდა ერისთვის. ერს კი არ ახოცავდა. თვითონ მიდიოდა. რამდენი მეფე ყავს ესეთი. ეხლა რო გახდნენ პატივში, ყველაფერს აკეთებენ. არ შემიძლია არ თქვა იმაზეც. ბავშვებს რო აყენებენ წინ. ეს არის სატანისტების წესი. ეშმაკებს წირავდნენ მსხვერპლად ჩვილებს, უმანკოსულებს. წმინდა ნინო რამ შეძრა? როცა ქართველები დაინახა, რომ კერპს, კახურებულ კერპში ყრიდნენ შვილებს ქართველები. და ღმერთს თხოვა, რომ დაენგრიეს კერპები და მოვიდა ის წვიმა, რომელმაც მოყვა ქვაც, სიტყვას და დაშალა საერთოდ კერპები. იმიტომ მოყენიათ ამათაც ბავშვები წინ. ერთი სული აქვს მაგათ. ეშმაკის სული, მე არ გამიჭირდება ამის თქმა. შეიძლება ვიღაცა იქ მოტყუებულია, მაგრამ ვინც მართავს, იმას ეშმაკის სული აქვს. და ვინც მართავენ. ერთი კაცი არ მართავს მაგას სამწუხაროდ. ამიტომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ, სად გვინდა. უფალთან მივიდეთ თუ ეშმაკთან. ნახეთ აი სახარება, რას გვეუბნება. რატო არ მივიდნენ უფალთან? ერთმა თქვა აგარაკი ვიყიდე და უნდა ვნახო. ქონების გამო არ მივიდა. მეორე თქვა ხუთი უღელი ხარი ვიყიდე, ისიც ქონების გამო არ მივიდა. იმან ცოლი მოიყვანა, მიწიერი საზრუნავის გამო არ მივიდა. მიწიერი საზრუნავის გამო არიან ისინი ქუჩაში გამოსულები. ოღონდ მიწაზე კარგად იყვნენ და ყველაფერს გააკეთებენ. მაგრამ მათ ერთი რამე აუწყდებათ, ეშმაკი რასაც პირდება, თავის მომხრეებსაც არ აძიებს იმას. ის ყველას ატყუებს და მაგათაც მოატყუებს. ამიტომ ღმერთს ვთხოვთ, რომ ამ ხალხს სინანული მისცეს. გუშინ წინ ტაძარი შეურაცხყვეს.
კვერცხები დაუშინეს, კარები შეანგრიეს. ერთ მამხალ სინანული მისეს. უშინ ერთ სასულიერო პირთან ვიყავი. გამოსტვილი ასაკიანი კაცი არის და როცა ესამავი მოყვა, იცით რა თქვა? შუა ხანში მაინც მისესო ღმერთმა სინანული, იქნებ დაფიქრდნენ. და მე გამახსენდა ადამიანები, რომლებსაც შეუნანიათ, რომ ეკლესიებს ანგრევდნენ. უთქვიათ აღსარებაში, რომ ამ ეკლესიის დანგრევაზე მოიღია მონაწილეობა. ამას რატომ ვამბობ? თუ კაცი ამას სიტყვის გადარჩა. ეკლესია ყველა სიწყნარებს, ვინ სინანულით მოდის და ამათაც შეიწყნარებს. ამათაც მიიღებს. ოღონდ არის საჭირო სინანული. და სინანულში არ უნდა ვიყო ჩვენ მატყუარები. აი ერთი საზომი რჩეულებში ვართ თუ წოდებულებში ის არის თუ მიწიერ ამას დაკარგავ და ნერვიულობ და განიცდი და ამავე დროს სოდვა შაიდენ და არ განიცდი, ესე იგი შერჩეული არ ახარ. შენც მიწიერი საზრუნავის გამო ღმერთი მიტოვებული ყავს. შენ სხვაგან ახარ. როცა იმას დარდობ, რომ შეცოდე ბევრად იმაზე, ვიდრე რამე დაკარგე მატერიალური, მაშინ სოგზაზე ხარ. ოღონდ აქაც სიფრთხილეა თავი, არავის არ უნდა გვეგონოს, რომ ახაც ორგზაზედ გახარ, მოდუნების საშუალება გაქვს. რომ მოდუნდე შეიძლება ერთ დღეში დაკარგო ყველაფერი. იუდა იყო მოციქული და ერთ ღამეში გახდა მუღალადი. ავაზაკი იყო ყაჩაღი და ერთი სიტყვით გახდა წმინდანი. მერთმა მოგცეს ჩვენ ნიჭი, რომამ სახელოვად ჩვენ წინაპრებს ბაძავდეთ. აი უნდა კითხო შენ თავს, ხო ჩამოთვალე მე. რომელიმეს რამი თუ გავხარ, ქართველი ხარ. თუ არ გავხარ, არა ხარ. თუ არა გაქვს, უნდა მაქეთკენ წახვიდე, რომ ღმერთმა მოგცეს. ეს ეკლესია ასევე იხსენებს იმ ადამიანებს, ვინც გამწყინდნენ ძველ აღთქმაში, უდიდეს მოღვაწეებს. ისინიც გავიხსენოთ. ამხელა სიმამაცე ქონდათ. ამხელა თავდადება ქონდათ ღვთისერთგულებისა და მათი თანამედროვე ადამიანებიც. ხანდახან ამბობთ ხოლმე, უთხარი და ვერ გაიგო. ნუ გიკვირთ ეგ ამბავი. მოსე წინასწარმეტყველო მოყავდა ებრაელი ხალხი. ღამე მიუძღოდათ ცეცხლის სვეტი. ებრაელებს. დღეღრუბელი. რაც სინატრეს ღმერთო ყველაფერი მისა. წყალიც მისა, საჭმელიც მისა, სასაულებრივად მოსესგან. მეწამული ზღვა გაიარეს. და მოსე რო ავიდა სინასთაზე ამბობენ, რომ არონს ეუბნებიან, კერპი გაუკეთეო. ისო საწავიდა არ ვიცი თუ. 40 დღეში დაავიწათ ის სასაულები. ეხლა თქვენ ამბობთ, რომ 12 წელიწადში რატო დაგვავიწყდა ის სიბოროტე? ამათ 40 დღეში დაავიწყდათ. მოსე. ეს ადამიანის თვისებაა. და რამდენი იყო მოსეს დროს, რომ ვერ ცხონდა? არ უჯერებდნენ მოსეს. ებრძოდნენ მოსეს. ხო ხედავდნენ, მოსე რო ჩამოვიდა სინასთვიდან ანათებდა. და ტილო ქონდა დაფარებული, რომ ხალხი წუხდებოდა ისე ანათებდა, სახე უბწყინავდა. აი მოსეს არ უჯერებდნენ. ეხლა ჩვენ ვარ დაგვიჯერო ნაგასაკვირია. მაგრამ ჩვენი საქმე მაინც უნდა თქვათ. ვისაც უნდა რომ მოიქცეს, ეს სიტყვა მას მიეხმარება. ვისაც არ უნდა, ის იგივე დარჩება. და მე ეს არ მიკვირს. თორე ისევ ეკლესიის ისტორია, მაგალითები გვეუბნება, რომ ესე იყო. მაცხოვართან იყო იუდა და ვერაფერი გაიგო.
სასწაულებს თვითონაც ახდენდა. მაგრამ ერთ დღეში ყველაფერი დაკარგა. და რატო იცით, მოძღვარს არ უჯერებდა, მოძღვარს ატყუებდა. ესაა ყველაზე დიდი ცოდვა, როცა მოძღვარს ატყუებ. არ ეუბნებოდა ქურდი რო იყო, რო იპარავდა. და ღმერთი გაყიდა. ესენიც რაღაცას მალავენ, არ ამბობენ სიმართლეს. და გონიათ რომ ვერ გავიგებთ, გავიგებთ. ეგენი ხო სახელებს და გვარებს იწერენ ვიღაცებს. ჩვენც გავიგებთ ვინ არის. ჩვენც არაფერს ჩაწერა არ ვჭირდება, ისე გავიგებთ. ეცადეთ რომ გულსფრელები იყოთ. სადაც ხართ იქ იყოთ. ღმერთი როგორ რო არ გწამდეს, აი დაფიქრდით, არ აღწამს ღმერთი. ესენი ხო ამბობენ რომ რწმენის გარეშე არიან კაი ქართველები. რო იცი რომ მეფე იმ ღამეს უნდა მოკლან, ეტყვი რომ მე ჩავწვევი შელოგინშიო, ვერ ეტყვი. იმიტომ რომ ყველაზე ძვირფას კარგავს სიცოცხლეს, მაგრამ რო იცი რომ ამ საქციელის მერე ზეცაში იქნები. ერე სიხარული წვევები და ელოდები, როდის შემოვლინ და როდის მოკლავდი. ამას აძლევს რწმენა ადამიანს. სხვა ვერავინ ვერ მიცემს. და ნუ დაიწყებ სადმე ძებნა სხვა რამის, არ არის. რო იყო კაი ადამიანი, უნდა იყო ქრისტეს ჟურის მიმდევარი. ქრისტე უნდა გწამდეს, ისე ვერ იქნები. და ღმერთმა ეს მენა მოგწეს. ბოლო ამას უთქვამთ, ეხლა გვაქვს, მაგრამ ბოლომდე შევინარჩუნოთ. ერთმა დაგლოცო და გაგვრთოთ.